გიგანტურ წიგნებზეა საუბარი, აქ არის მე-19 საუკუნის მოვლენები გაშუქებული, ის მოვლენები, რომლებიც გაზეთ ივერიაში იბეჭდებოდა. გაზეთი ივერია ვიცით, რომ ილია ჭავჭავაძემ ჩამოაყალიბა შექმნა და ყველა საქართველოს ყველა კუთხიდან შედიოდა იქ ინფორმაციები, სხვადასხვა ინფორმაციები. ეს იყო ამინდის შესახებ, ეს იყო რომ სადღაც რომელიღაც სოფელში, რომელიღაც რაიონში მოსავალი არ მოვიდა, სტიქიური მოვლენები, აი ყველანაირი აბსოლუტურად თუ რამე ხდებოდა, ყველაფერი წერილებით იგზავნებოდა მე რედაქციაში და გაზეთი იბეჭდებოდა, გამოდიოდა. ეს გაზეთები მე ერთად შეიკრიბა და გაციფრდა და გამოვიდა წიგნი. 1886 წელს ეძღვნება ერთი წიგნი და მეორე 87 წელს. ანუ რაც ხდებოდა ამ პერიოდში. ამ პერიოდში ჩვენ გავიგეთ, რომ იყო შორაპნის მაზრა, ფელი ღვირილე ერქვა ზესტაფონს, შემდეგ უკვე ზესტაფონიც იხსენიება. შორაპნის მაზრაში შედიოდა ხარაგაული, თერჯოლა, ზესტაფონი თავისთავად ზესტაფონის სოფლები, ჭიათურა, საჩხერე და ეს მოვლენები ყველაფერი თუ ამ სოფლებში და ამ რაიონებში რაც ხდებოდა, ყველაფერი აისახებოდა გაზეთ ივერიაში და შემდეგ არის აქ საინტერესოა ძალიან ეს ჩვენ წავიკითხეთ, თითქმის მთლიანად წავიკითხეთ ეს წიგნი და ამოვწერეთ რაც ის მასალები, რომელიცაც სადაც ნახსენებია ზესტაფონი, შორაპანი, სოფელი სვირი, სოფელი ცხაწყარო, სხვადასხვა თერჯოლის სოფლები, ხარაგაულის სოფლები, იქ თუ რაიმე მოხდა და რაიმე ღირსშესანიშნავი მოვლენა იყო, ყველაფერი გაშუქებულია და არის ძალიან საინტერესო. ყველასათვის ხელმისაწვდომია ეს წიგნები, თუ მაგალითად ვინმე ან იმ პერიოდის რამე ისტორიას წერს, ან მასალას აგროვებს, იმისთვის არის ძალიან კარგი წიგნების წაკითხვა, გადათვალიერება და იქიდან ამოიწეროს მისთვის საინტერესო ცნობები, რაც კი აქ არის გაშუქებული. აღნიშნული გვაქვს ყველა გვერდები, სადაც ზესტაფონზეა ლაპარაკი. აქ საუბარია კიდევ საზღვარგარეთის ევროპაზე, ამერიკაზე, ისევე როგორც დღეს არის ეს აქტუალური რაღაცა ეს საკითხები, აქაც ისეთივია, აქაც აღინიშნება რა ხდებოდა ამერიკაში, რა ხდებოდა ევროპაში იმ პერიოდში, როგორ იყო საქართველოსთან მაგათი ურთიერთობები და ესეც ყველაფერი გაშუქებულია ამ წიგნებში. ჩვენ აქ პრეზენტაცია ჩატარდა წიგნებთან დაკავშირებით. ჩამობრძანებული იყო ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი ბატონი კონსტანტინე გამსახურდია. ეს თვითონ ვინაც ეს წიგნების შექმნა ინიციატორი არის ზესტაფონელი ნოდარ დუგლაძე, ის ვერ გვეწვია, ვერ ჩამოვიდა ჩვენთან, იმან ჩამოგვიტანა სხვათაშორის ერთი წიგნი თვითონ. და დაინტერესებული იყო ის იმით, რომ ზესტაფონსაც ქონოდა ეს წიგნები. საქართველოში არის 64 რაიონი და 64 ბიბლიოთეკა, მაგრამ 25 ბიბლიოთეკას გადაესწრა მხოლოდ საჩუქრად ეს წიგნები და ერთ-ერთი არის ზესტაფონის ბიბლიოთეკაც და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ეროვნულ ბიბლიოთეკას ამისათვის და ჩვენი ზესტაფონლებისათვის, ჩვენი მკითხველებისათვის არის ძალიან დიდი საგანძური, რომ რაიონში ასეთი რამე იყოს. ეს წიგნის გამოცემა ამ გაზეთების იყო გაბნეული, ეს ყველგან ერთი იმაში არ ქონდათ შენახული. ზოგი ოჯახებიდან ამოიღეს, ზოგი სადღაც იყო პეტერბურგში იყო არქივებში შენახული ნომრები, ზოგს აკრდა. ამდენად ჩვენ არ ქონდა ეს არსრული არქივი. ჩვენი გაზეთები დიდ დრო იყო გასული, მერე რევოლუცია, მერე არეულობები ესენი და არ იყო და ჯერ ერთი რომ ეს ინფორმაცია იქნება დაცული. ეს საქმე გაკეთებული. რითაც სულდგმულობდა მაშინ ქართული აზრი, რომელსაც ილია ჭავჭავაძე იყო მთავარი ფიგურა იქ. ეს იქნება შენახული. ეს არის 2 წლის. ეს არის 87 წელი, როცა დაიწყო ყოველდღიური გამოცემა. მანამდე გამოდიოდა კვირაში 1 წელი. მანამდე. ზეგი ეს უფრო ადრე დაიწყო, მე მგონი 76 წელს და მის შემდეგ იყო ყოველდღიური გამოცემა. ეს და ახლა არის შენახული. ალბათ კიდე გამოცემენ მომდევნო წელს და ფუნქცია ეს არის თავარი, რომ ეს შენარჩუნდება, აღარ დაიკარგება, ეს განთავსდება ბიბლიოთეკებში, არქივებში იქნება და არ დაიკარგება ჩვენი ისტორია, ქართული აზრის ისტორია და ინახავს უზარმაზარი ინფორმაციის ზღვას. სიმართლე გითხრათ, ამის წაკითხვა ახლა ადვილი არ არის, იმიტომ რომ ეს რა გამოდის თითო წელიწადში იქნება 60-65-66 გაზეთი. ეს ძალიან ბევრია. ხო და მთელი ინფორმაციის გადამუშავება ალბათ თვითონ ჟურნალისტი თუ გააკეთებს ამას, რომელიც არის ან ისტორიკოსი, რომელიც ამ ეპოქით არის დაინტერესებული, რიგით მკითხვასაც შეუძლია, მაგრამ არ ვიცი ახლა რამდენად ექნება ეს დიდი ინტერესი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა. 3 ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი კანონიერი ქურდია. კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის დავით კიკნაძის ინფორმაციით, ბრალდებული პირები პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით აქტიურად ერთვებოდნენ მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების გადაწყვეტაში. აღნიშნულ პროცესში კრიმინალური გავლენების გაძლიერებისა და მოდავე მხარეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენის მიზნით ჩართული იყო საზღვარგარეთ მცხოვრები, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი ბესიკ ჯაფარიძე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოსამართლის განჩინების საფუძველზე ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი დააკავეს, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდია. გამოძიებით გინდება, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით აქტიურად ერთვებოდნენ მოქალაქეების შორის არსებულ ფინანსური დავების გადაწყვეტაში. აღნიშნულ პროცესში კრიმინალური გავლენების გაძლიერებისა და მოდავე მხარეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენის მიზნით ჩართული იყო საზღვარგარეთ მცხოვრები, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი ბესიკ ჯაფარიძე. ბრალდებულები საზღვარგარეთ კრიმინალურ ავტორიტეტთან შეთანხმებით მოდავე მხარეებთან ერთად პერიოდულად აწყობდნენ ეგრეთ წოდებულ ქურდულ გარჩევებს, დისტანციური კომუნიკაციისა და პირადი შეხვედრების დროს ბესიკ ჯაფარიძე კრიმინალურ სამყაროს წესებისა და ეგრეთ წოდებული ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებებს, რომელთა საფუძველზეც ერთ-ერთ მხარეს მეორე სასარგებლოდ სოლიდური თანხის გადახდა ეკისრებოდა. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში ბრალდებულები მოქალაქეებსა და მათი ოჯახის წევრებს ფიზიკური ანგარიშწორებით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ნივთკიცება დამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ეგრეთ წოდებულ კრიმინალურ ავტორიტეტებს უკავშირდებოდნენ. ასევე პოლიციის მიერ ჩხრეკის შედეგად ნივთკიცება დამოღებულია უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა, 223 ტერცია, 223 კვარტა და 236 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ორგანიზებულ დანაშაულთან, მათ შორის ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლა და ნებისმიერი პირი, რომელიც რაიმე ფორმით ჩართული იქნება აღნიშნული დანაშაულებრივ სქემაში, კანონის სრული სიმკაცრით იქნება დასჯილი. ზესაფონის ფეროშენამეობდა ქარხანაში მიმდინარეობს გაზგამწვევის რეაბილიტაციის სამუშაოები. უმჯობესდება გაზგამწვევის სისტემის ზოგადი ინფრასტრუქტურა, რაც ბუნებრივია, კიდევ უფრო აუმჯობესებს ქარხნის გარემოსდაცვით მაჩვენებლებს, ვინაიდან ყოველივე ეს უზრუნველყოფს უფრო მაღალი გარემოსდაცვით სტანდარტს, ჰაერის გაწმენდის უფრო მაღალ ხარისხს, რაც მნიშვნელოვანია. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ სამუშაოების დაგეგმა მოხდა იმდაგვარად, რომ ქარხანა მუშა რეჟიმი შეინარჩუნა და ეს მთელი კაპიტალური რეაბილიტაცია ხდება უკვე მუშა ქარხნის პირობებში, რაც ტექნიკურად საკმაოდ რთული სამუშაოებია. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ველოდებით მნიშვნელოვან გარემოსდაცვით გაუმჯობესებებს, კომპანიისთვის ეს წარმოადგენს უმთავრეს პრიორიტეტს და შესაბამისად სწორედ ამ წესით მოხდა სამუშაოების დაგეგმვა. სამუშაოები ხორციელდება კომპანია კანოს მეშვეობით, რომელმაც ეს საკმაოდ რთული პასუხისმგებლობა აიღო და ტექნიკურად ერთ-ერთ ურთულეს სამუშაოს წარმატებით ართმევს თავს. იცვლება ძველი მძიმე გადახურვა, რომელიც დაზიანებული იყო და ხდება მისი დემონტაჟი და ეწყობა ახალი სახურავი თქო-დათქმულებით. ყველა მასალა ან ევროპულია, ან აწარმოებია საქართველოში კანოს მიერ, ყველა სრული ტექნოლოგიის და წესის დაცვით. შესაბამისად, სიცოცხლის მედეგობა დიდი ხანი აქვს.
ამ სახურავის შემსუბუქებამ შესაბამისად გაახანგძლევა ამ შენობის სიცოცხლის უნარიანობა საკმაოდ დიდი ხნით, იმიტომ რომ დატვირთვა მოეხსნა, ხარისხი გაუმჯობესდა, 400 კვადრატამდე შეცვლილი გვაქვს და საერთო ჯამში ეგ არის 3000 კვადრატი. წლის ბოლოსთვის ჩვენ ვაპირებთ, რომ სამუშაო ჩავაბაროთ სრულად დასრულებული. კომპანია კანო საკმაოდ დიდი ხანია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ერთ-ერთი ლიდერია საქართველოს ტერიტორიაზე ბეტონკონსტრუქციების წარმოების დარგში. ესეთ კომპანიასთან ურთიერთობა, როგორც სადაც ეხლა ჩვენ ვიმყოფებთ დორია მარგანეზია, ძალიან სასიამოვნოა და პრესტიჟულია. იმიტომ რომ დიდი მოცულობის სამუშაოებია, საპასუხისმგებლო სამუშაოებია, რომელიც ასე და მადლობას ვუხდით, რომ გვენდნენ და ჩვენ ამ სამუშაოებს ვასრულებთ.